მოგესალმებით. ევროპაში მოსახლეობის ჩანაცვლების გეგმებზე საუბარი შეთქმულების თეორია აღარ არის. ისევე როგორც შეთქმულების თეორია აღარ არის ევროკავშირის დასუსტებასა და დაშლაზე საუბარი. დღეს ევროკავშირი გლობალისტური და ნეოლიბერალური ღირებულებებით იმართება და ამას ბრიუსელის ბიუროკრატია უკვე აღარ მალავს. პირიქით, ყველაფერი ხელის გულზე დევს. როგორც ჩანს, Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის მარიონეტებისთვის დაკვეთის შესრულება უკვე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მის ლამაზ შეფუთვაზე უკვე აღარც ფიქრობენ. იანვრის ბოლოს ესპანეთში გამოცემულმა განკარგულებამ ყველას ყურადღება მიიქცია. აღმოჩნდა, რომ ესპანეთი 9 მილიონ არალეგალ მიგრანტს ქვეყანაში ბინადრობისა და მუშაობის უფლებას აძლევს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია და ევროკრატები არალეგალურ მიგრაციას არ ებრძვიან. პირიქით, ისინი ცდილობენ, რომ სხვადასხვა ბუტაფორიული განკარგულებებისა და რეგულაციების მიღებით არალეგალური მიგრაცია ლეგალური გახდეს. და თუ არალეგალს ლეგალურად ჩასული დაერქმევა, მაშინ არალეგალური მიგრაციის პრობლემას მოგვარდება. აი ასეთია Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის მარიონეტების მიდგომა და დავალება. ევროპელ მოსახლეობაში მეინსტრიმ პოლიტიკისა და ბრიუსელის მიმართ უარყოფითი განწყობები იზრდება. ეს ჩანს ისეთი ქვეყნების ფონზე, როგორიც არის გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, ნიდერლანდები. ცალკე თემაა უნგრეთი, სლოვაკეთი და ახლა უკვე ჩეხეთი. ბრიუსელისა და მეინსტრიმ პოლიტიკის მიმართ იმდენად დიდი იყო უარყოფითი განწყობები რუმინეთში, რომ იქ ბრიუსელმა არჩევნების შედეგები გააუქმა და სამართლიანად დაიმსახურა კრიტიკა შტატებისგან. ასე რომ დღეს ევროპელ მოსახლეობასა და ბრიუსელის ბიუროკრატიას შორის დიდი ნაპრალი არის გაჩენილი. გამონაკლისი არ არის არც ესპანეთი. 9 მილიონი არალეგალის ლეგალიზების ერთ-ერთი მიზანი პოლიტიკური სარგებელი და არჩევნებისთვის მზადება შეიძლება იყოს. თუ კი არალეგალებს ქვეყანაში ცხოვრების უფლებებს გაუმარტივებენ და შემდეგ სავარაუდოდ მოქალაქეობასაც მარტივად მისცემენ, ვის მისცემს ხმას არჩევნებში ასეთი არალეგალი? რა თქმა უნდა იმას, ვინც მოქალაქეობა აჩუქა. ასე ერთი ხელის მოსმით ბრიუსელის პოლიტიკური ელიტა მილიონობით ამომრჩეველს მიიღებს. ესპანეთში არაგონში ადგილობრივი არჩევნები გაიმართა 8 თებერვალს, სადაც მემარჯვენე პარტია Vox-მა შედეგები გაიორმაგა 2023 წელთან შედარებით. არაგონის რეგიონში არსებული შედეგები დიდ გავლენას ახდენს შემდეგ უკვე ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებზე. აქ დაფიქსირებული შედეგები განიხილება როგორც მომავალი არჩევნების სარგე. ასევე არჩევნები უნდა გაიმართოს კასტილიასა და ლეონისა და ანდალუზიის რეგიონებში მარტსა და ივნისში. კონსერვატორები იმედოვნებენ, რომ სანჩესის ხელისუფლებას ამით წყალი შეუდგება. ასე რომ სანჩესის პოლიტიკურ ქმედებასა და 9 მილიონი მიგრანტის ლეგალიზებას ახსნა ნამდვილად აქვს. მოსახლეობის ჩანაცვლების სურვილს ესპანეთის პოლიტიკურ წრეებშიც ვეღარ მალავენ. ასეთი აღიარება პარტია პოდემოსის ერთ-ერთ ლიდერს ეკუთვნის, რომელმაც განაცხადა, რომ მიგრაცია ჩარეცხავდა ფაშისტებსა და რასისტებს. გასაგებია, რომ ყველას, ვისაც არალეგალური მიგრაცია არ მოსწონს, ასეთები ან ფაშისტებს უწოდებენ, ან რასისტებს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ევროპელების წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ჩანაცვლებისა თუ ტრანსფორმაციისთვის LGBT იდეოლოგიაც აქტიურად გამოიყენება. გამონაკლისი არც ამ მხრივ არის ესპანეთი. 2026 წლის დასაწყისში 2 იანვარს კატალონიაში ახალი წელი მოსახლეობას ახალი LGBT კანონებით მიულოცეს. კატალონიის პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი LGBT ფობიის წინააღმდეგ, რომელიც აფართოებს აღნიშნული თემის წარმომადგენელთა დაცვის არეალს, ადგენს ახალ სამართალდარღვევებს და აწესებს საჯარიმო სანქციებს 300-დან 500.000 ევრომდე ოდენობით. მარტივად რომ ვთქვათ, საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს LGBT იდეოლოგიის მეტად პოპულარიზება და გავრცელება. გიორგი მდივანის სიუჟეტში ნახავთ ევროპელი და ესპანელი მოსახლეობის ჩანაცვლების პროცესზე უფრო მეტს. როდესაც უკანონობის დაკანონება ხდება, რაც არ უნდა ჰუმანურად ჟღერდეს ამ ყველაფრის მიზანი, არსი მაინც არ იცვლება. ეს კანონებზე დაფუძნებულ საზოგადოებრივ წესრიგზე უარის თქმაა. ეს დანაშაულია და ბოროტმოქმედების წახალისება. სწორედ ამგვარ პროცესს ვადევნებთ თვალს Deep State-ის მიერ მართულ ესპანეთში, სადაც პედრო სანჩესის სოციალისტური მთავრობა 9 მილიონი არალეგალი მიგრანტის ლეგალიზებას ცდილობს.
დიახ, თქვენ არ მოგესმათ. პედრო სანჩესის მთავრობა ცდილობს 9 მილიონი მიგრანტისთვის საბუთების მინიჭებას, ვინც იქამდე კანონი დაარღვია, ვისაც ესპანეთში არალეგალი სტატუსი აქვს. ჩვენ არ ვიყურებით სხვა მხარეს, ვაფასებთ და ვაღიარებთ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან ჩვენს ქვეყანაში. თანმიმდევრულად ვრეაგირებთ რეალობაზე, ვითვალისწინებთ ესპანეთის მთავრობის მიგრაციულ პოლიტიკას, რომელიც ყურადღების ეპიცენტრში აყენებს ადამიანის უფლებებს და რეგულარული მოწესრიგებული და უსაფრთხო მიგრაციისთვის მუშაობს. ესპანეთის მიგრაციის მინისტრი მიიჩნევს, რომ უკანონო მიგრანტებისთვის დოკუმენტების მინიჭება თურმე ადამიანის უფლებებზე ზრუნვის ნაწილია. ხოლო ესპანეთის კუნძულებზე არსებულ განუკითხაობას, სადაც აფრიკული ქვეყნებიდან მომავალი არალეგალების რაოდენობა წლიდან წლამდე იმატებს, მოწესრიგებულ მიგრაციად მიიჩნევს. ეს კანარის კუნძულზე უკანონოდ შემოღწეული აფრიკელი მიგრანტები არიან. ეს კი კუნძული ელიეროა, კანარის კუნძულებიდან მეორე ყველაზე მცირე კუნძული, სადაც მხოლოდ 2024 წლის განმავლობაში 250 ნავმა შემოაღწია უკანონოდ და აფრიკული ქვეყნებიდან 14000 უსაბუთო ლტოლვილი ჩამოიყვანა. თვითონ ამ კუნძულზე კი სულ რაღაც 11000 ადამიანი ცხოვრობს. გამოდის, რომ ერთი წლის მანძილზე ამ კუნძულზე უფრო მეტმა უკანონო მიგრანტმა შემოაღწია, ვიდრე საკუთრივ აქ ცხოვრობს. ესპანური მიგრაციული პოლიტიკის ტრაექტორია და პრიორიტეტები მარტივი გასაგებია. იმის მაგივრად, რომ ეს არალეგალი მიგრანტები საკუთარ ქვეყნებში დააბრუნონ, ისინი ავტობუსებით ესპანეთის მატერიკულ ნაწილში გადაყავთ. ეს პაკისტანელი მიგრანტების გრძელი რიგია საკონსულოსთან, დოკუმენტების გასაფორმებლად, რათა ესპანეთში დარჩენის ლეგალური სტატუსი მიიღონ. სხვადასხვა აზიური და აფრიკული წარმოშობის მქონე მიგრანტები ესპანეთში მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ 9 მილიონ უცხოელს, ვინც ესპანეთში უსაბუთოდ და შესაბამისად უკანონოდ იმყოფება, ლეგალურ სტატუსს მიანიჭებდნენ. ბინადრობის უფლება და მუშაობის ნებართვა ესპანეთის მთავრობის საჩუქარი იქნება ყველა იმ არალეგალისთვის, ვინც კანონი დაარღვია და ქვეყანაში არალეგალი სტატუსით დარჩა. ზოგი ამბობს, რომ ჩვენ ძალიან შორს წავედით და აწმყოს წინააღმდეგ მივდივართ. მინდა გკითხოთ, როდის გახდა უფლებების აღიარება რადიკალური? როდის გახდა თანაგრძნობა გამოსარიცხი? უპირველეს ყოვლისა, ესპანეთი სტუმართმოყვარე ქვეყანაა. ჩვენ ავირჩიეთ ეს გზა, რასაც ქვია ღირსება, საზოგადოება და სამართლიანობა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი უბრალოდ იტყუება და იაფასიან манипуляციას მიმართავს. ის რეკორდული სიჩქარით აკეთებს იმას, რაც Deep State-მა დაუკვეთა. ადგილობრივი მოსახლეობის უცხოტომელებით ჩანაცვლებას. ეს უფლებების აღიარება კი არაა, არამედ იმათი დაჯილდოებაა, ვინც კანონი დაარღვია. არალეგალი მიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა დაბალი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალაა. ისინი ვერ ქმნიან დამატებით ღირებულებას. სტატისტიკურად კი დანაშაულები მეტწილად სწორედ მიგრაციული წარსულის მქონე პირებზე მოდის. მაგრამ ამის მიუხედავად ესპანეთის მთავრობა უპრეცედენტო ავანტიურას მიმართავს და არალეგალებს კარებს უღებს. ესპანელ პატიმრებს შორის არაპროპორციულად დიდი წილი ლტოლვილებზე და საზღვარგარეთ დაბადებულ ადამიანებზე მოდის. 2024 წლის 7 ივნისის მონაცემებით ესპანეთის ისტორიაში პირველად საზღვარგარეთ დაბადებული ახალგაზრდების რაოდენობა 60-40-ზე თანაფარდობით აღემატება ციხეში მყოფ ახალგაზრდა ესპანელთა რაოდენობას. თუ ესპანეთში დაბადებულებსაც ჩავთვლით, რომლებსაც ესპანეთის მოქალაქეობა აქვთ, მაგრამ უცხოელი მშობლებისგან ეს თანაფარდობა 70-30-ზე გახდება. ხოლო თუ დანაშაულების კატეგორიების მიხედვით გამოვყოფთ, აღმოვაჩენთ, რომ გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობისთვის გამამტყუნებელი განაჩენების უმეტესობა უცხოელებზე მოდის, რაც ბოლო წლებში ამ ტიპის დანაშაულის ძალზე სწრაფ ზრდას მოჰყვა. ასევე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი მომენტი. უცხოელების უმრავლესობა, ვინც ესპანეთში ცხოვრობს, სახელმწიფო ბიუჯეტს დამატებით ტვირთად აწვება. მათგან ძალიან ცოტაა დასაქმებული ოფიციალურად და მხოლოდ მათი უმცირესობა იხდის ბიუჯეტში გადასახადებს. სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, ესპანეთში მცხოვრები მაროკოელების და ნიგერიელების მხოლოდ 35% და ალჟირელების მხოლოდ 25% აკეთებდნენ შენატანებს სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში. ერთადერთი დამოუკიდებელი კვლევა, რომელიც ესპანური მიგრაციული პოლიტიკის ხარჯებს და სარგებელს აანალიზებს, 2018 წლით თარიღდება და სტრატეგიული კვლევითი ჯგუფის მიერ არის ჩატარებული. 2018 წლის შემდეგ საწყისი მონაცემები შეიძლება შეცვლილიყო, თუმცა კვლევის მიგნება დიდი ალბათობით იგივე დარჩა. ერთადერთი უცხოური თემი, რომელიც ესპანელებზე მაღალი დასაქმების დონით გამოირჩევა, ეს ჩინური კომიუნიტია. ჩრდილოეთ აფრიკული ქვეყნებიდან წამოსულ მოსახლეობაში უმუშევრობის მაჩვენებელი 3-4-ჯერ აღემატება ესპანელებს შორის არსებულ ანალოგიურ მაჩვენებელს. ეს კვლევა კი იმით სანგრევს, რომ მიგრანტებს ესპანეთის ეკონომიკურ ზრდაში დამსახურება მიუწევს.
მიუძღვით. შეიძლება მაღალი შემოსავლის მქონე სხვა ქვეყნის მოქალაქეები, ვინც ესპანეთში ძვირადღირებულ ვილებს ყიდულობენ და სხვა სახის ეკონომიკური აქტივობით არიან დაკავებულები, ესპანური ეკონომიკისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაგრამ მათი წილი არალეგალების რაოდენობასთან შედარებით მიზერულია და ისინი ესპანეთში ლეგალურად იმყოფებიან. აბა მაშინ ესპანეთის მთავრობა ამხელა ძალისხმევას რატომ ხარჯავს არალეგალებს ლეგალური სტატუსი რომ მიანიჭოს? პასუხი მძიმე და შემზარავია. ესპანეთის მთავრობას Deep State-ის ერთ-ერთი სანუკვარი ოცნების განხორციელება სურს. ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობის მიგრანტების ჩანაცვლება, ანუ საზოგადოებრივი სტრუქტურის ცვლილება აქვს განზრახული. ლიბერალები თუ ამას ადრე შეთქმულების თეორიად ნათლავდნენ, ახლა უკვე ესპანელი ფსევდომემარცხენეები თავისი პირით ადასტურებენ ამას, რომ ესპანეთში მოსახლეობის ჩანაცვლება დაიწყო. პარტია პოდემოსის წევრმა, ევროპარლამენტარმა და თანასწორობის საკითხებში ექს-მინისტრმა ირენე მონტერომ მიმდინარე წლის დასაწყისში სარაგოსაში გამართულ დემონსტრაციაზე გაამჟღავნა თუ რა იმალება ამ სახიფათო ავანტურის და უკანონობის თავზარდამცემი წახალისების მიღმა. ესპანელმა პოლიტიკოსმა პედრო სანჩესის მთავრობის მზაკრული გეგმა გაამხილა, რაც მოსახლეობის ჩანაცვლების პროგრამაა, რათა სულ უფრო მეტ მიგრანტს მიანიჭონ მოქალაქეობა და ქვეყნის ელექტორალური სურათი შეცვალონ. მინდა ვთხოვო მიგრანტებს და რასობრივ დისკრიმინაციაში მყოფ ადამიანებს. გთხოვთ, ნუ დაგვტოვებთ მარტო ამდენ მემარჯვენესთან. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა რომ თქვენ მოგცენ ხმის უფლება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვივაღწიეთ შესაბამის დოკუმენტებს. რეგულარიზაცია უკვე გვაქვს და ახლა ჩვენ ვაპირებთ ეროვნებაზე კანონის შეცვლას, რათა მათ შეძლონ ხმის მიცემა. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ ამ ქვეყანაში მემარჯვენეებისა და რასისტების ჩანაცვლების თეორიის აღსრულებას, რომ ისინი შევცვალოთ მიგრანტი ხალხით, შრომის მოყვარე ხალხით. რა თქმა უნდა მოხდეს მემარჯვენეების, რასისტების, მუქთახორების ჩანაცვლება. ჩვენ გვჯერა ამის გაკეთება ამ ქვეყნის მშრომელ ადამიანებთან. კანის ფერის მიუხედავად იქნება ეს შავი, ჩინური თუ ყავისფერი. ყველანი ამხანაგებო ამ ქვეყნის მშრომელო ხალხო. კარტები მაგიდაზეა, ყველა სვლა გაკეთებულია. Deep State-ის განზრახვები კი ხმამაღლა გაცხადებული. ესპანეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის ლტოლვილების ჩანაცვლება ოფიციალურად დადასტურდა. ამას ის მომენტიც დაუმატოთ, რომ ესპანეთში შობადობის მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. ერთ ქალზე მხოლოდ 1,15 მიასედი ბავშვი მოდის. მოსახლეობის არსებული რაოდენობის კვლავ წარმოებისთვის კი 2,1 ბავშვია საჭირო. მაგრამ გაურკვეველი წარსულის და რადიკალურად განსხვავებული კულტურის მიგრანტებით მოსახლეობის ჩანაცვლება დაავადების სიმპტომებთან ბრძოლას წააგავს. იმის მაგივრად რომ დაავადების გაუნწევ მიზეზს ებრძოლონ. იმის მაგივრად რომ ადგილობრივ მოსახლეობაში შობადობა წაახალისონ, ოჯახებს სხვადასხვა სოციალური დახმარებები გაუზარდონ, მრავალშვილიან ოჯახებს ევროკავშირის ბიუჯეტიდან თანხები გამოუყონ. Deep State და მის მიერ კონტროლირებადი ევროპელი პოლიტიკოსები უკონტროლო მიგრაციის სახით ევროპული კონტინენტის უსაფრთხოების ნგრევას ახდენენ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მომავალი მიგრაციული ნაკადების წყალობით. Deep State-ს ევროპელების ეტაპობრივი ჩანაცვლება სურს მიგრანტებით, საარჩევნო პროცესზე ზეგავლენის მოსახდენად და ევროპული სულის გასანადგურებლად. There's been a growing realization that მატულობს იმის გაცნობიერება, რომ ეკონომიკური ზრდისთვის საჭიროა ხალხი და მათი ენერგია, მაგრამ ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად ესპანელებს არ ჰყავთ საკმარისი რაოდენობის შვილები მოსახლეობის ამჟამინდელი რაოდენობის შესანარჩუნებლად. ამიტომ გაჩნდა იმიგრაციის საჭიროება. ზოგადად ადგილობრივი მოსახლეობის მიგრანტების ჩანაცვლება და ეროვნული ინტერესების და პატრიოტული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლა გლობალური Deep State-ის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზანია. ამიტომაც ზეეროვნული სტრუქტურების მეშვეობით, საკუთარი დანიშნული პოლიტიკოსების წყალობით და დახურულ კარს მიღებული გადაწყვეტილებებით, მათ უკვე დიდი ხანია რაც სრულად დაიმორჩილეს ევროპული კონტინენტი. ესპანეთის, ისევე როგორც მთლიანი ევროპის გადაუჭრელი პრობლემა დეპოპულაცია და დაბერებაა. თუ კონკრეტულ ქვეყანაში მიგრანტების რაოდენობა ძირძველ მოსახლეობას გადააჭარბებს, მაშინ რა გამოდის? ესპანეთი იქნება ეს თუ უცხოელების ქვეყანა. 2025 წლის მონაცემებით უცხოელი მოქალაქეების რაოდენობა ესპანეთში 6,900,000 ადამიანს აჭარბებდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 14,1%-ს წარმოადგენს. ხოლო იმ ადამიანების საერთო რაოდენობა, ვინც საზღვარგარეთ დაიბადა, ასევე იმათი ჩათვლით, ვინც მოქალაქეობა აიღო, 9 მილიონ ადამიანს აჭარბებდა. ეს ძირითადად ჩრდილოეთ აფრიკიდან წამოსული მასობრივი მიგრაციული ტალღების დამსახურებაა. ყველაფერი ამ ტემპით თუ გაგრძელდა, რამდენიმე აწლეულში მკვიდრი ესპანელები უმცირესობაში აღმოჩნდებიან. 3 თვის წინ ესპანეთის ქალაქებში მიგრანტების მხრიდან რადიკალიზმის და ძალადობის მასობრივი გამოვლინება ვიხილეთ. ყველაფერი პატარა ესპანურ ქალაქ ტორე-პაჩეკოში მაროკოელი მიგრანტების ამბოხით დაიწყო, სადაც ისინი ადგილობრივებს და სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ. იქ ჩრდილოეთ აფრიკელმა მიგრანტებმა უმოწყალოდ სემეს მოხუცი ესპანელი. პატარა ესპანური ქალაქი ფრონტის ხაზს დაემსგავსა, სადაც სრული ქაოსი და უკანონობა ხდებოდა. ტორე-პაჩეკოში დაწყებული მაროკოელი მიგრანტების შტურმი სხვა ესპანურ ქალაქებში გავრცელდა. აფრიკელმა მიგრანტებმა ესპანელებზე დაიწყეს იერიშის მიტანა, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ესპანელები იყვნენ.
სროლა, მოქალაქეების დაჭრა, კერძო საკუთრების დაზიანება, ვანდალიზმი. ეს ყველაფერი სხვა ესპანურ ქალაქებში სწრაფად გავრცელდა. რადიკალური ისლამის მომხრეებმა მასობრივი შეკრებები და ძალის დემონსტრირება დაიწყეს. უკონტროლო მიგრაციით გამოწვეულმა უკანონობამ რიგითი ესპანელებიც აღაშფოთა. ისინი გარეთ გამოვიდნენ და სკანდირება დაიწყეს, რომ ესპანეთი ქრისტიანული ქვეყანაა. ამ ყველაფრის შემდეგ არალეგალი მიგრანტების დაკანონება ერთიორად დიდი მავნებლობა და უპასუხისმგებლობაა ესპანეთის მომავალი თაობების მიმართ. და გარკვეულწილად საკუთარი ისტორიის დიდი უპატივცემულობაა. მერვე საუკუნის დასაწყისში მთელი პირენეის ნახევარკუნძული, ესპანეთი და პორტუგალია არაბებმა დაიპყრეს და ხალიფატს მიუერთეს. ამის შემდეგ რეკონკისტას სახელი ცნობილი ისტორიული პროცესი დაიწყო, რაც არაბების წინააღმდეგ ბრძოლას და ესპანეთის ქრისტიანულ საწყისებზე დაბრუნებას გულისხმობდა. ესპანელები მავრების წინააღმდეგ დაუნდობლად იბრძოდნენ, საკუთარი მიწა და იდენტობა რომ შეენარჩუნებინათ. რეკონკისტა საბოლოოდ მე-15 საუკუნის ბოლოს დამთავრდა. ახლა კი 5 საუკუნის შემდეგ გარემართვაზე მყოფი ესპანეთის მთავრობა ნებაყოფლობით იმის გაკეთებას ცდილობს, რაც მავრებმა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ვერ მოახერხეს. დიდ ბრიტანეთში, ლონდონსა და კიდევ 9 ქალაქში მერი მუსლიმია. ბელგიაში უკვე იმაზე დაიწყეს ფიქრი, რომ არალეგალი მიგრანტები, ვინც მათ ციხეებში ვეღარ ეტევიან, ესტონეთში გადაანაწილონ. ავსტრიაში, ვენაში პირველკლასელების თითქმის ნახევარი გამართულად ვერ საუბრობს გერმანულ ენაზე, იმის მიუხედავად, რომ ავსტრიაში არიან დაბადებული. ასეთი ფაქტები უამრავია დღევანდელ ევროპაში. მეტიც ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. პრობლემა კი კიდევ უფრო ღრმა და ბევრად უფრო კომპლექსურია. ასეთია Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დაკვეთების შესრულების შედეგი. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.